28 წლის ვარ და კანონთან ჩემი შეხება არ ყოფილა არ მქონია ჯარიმა ავტობუსში, არ გადამცირებია სასწავლო დაგება, არ დამერღვევია და არ ყოფილა არც ერთ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება, არც ერთ საქმიანობაში არ ყოფილა პირიქით. Სახელმწიფო საპარაში და ტურიზმის დეპარტამენტში მადლობის სიგნალები მაგდა. თუ ეს საჭირო იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ ჩემი რეპუტაცია საქმიანი პირადი ეჭვს დააყენა და ამიტომ საუბრობ, იმიტომ რომ ზოგადად გადაჭარბებული მეცნიერობა ადამიანის საკუთარ საქმიანობაში საუბარი. ძალიან დიდი მნიშვნელობაა ჩემთვის, რომ თქვენ ადმინისტრაციული მოსამართის უპირველესი ვალდებულება და უფლებამოსილება, რაც მე გამიგია, რომ არსებობდა სწავლია, რომ გამოართვილოთ მოქალაქის კეთილსინდისიერების და მხარის, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანო და უზომოდ დიდი უფლებამოსილება სახელმწიფოს მხრიდან მიცემული, რომ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის უფლებამოსილებები, თუმცა შეუძლია არა კეთილსინდისიერებას მოიცეს, თქვენ პირდაპირ არ არის განსხვავებული სხვა ტიპის მოსამართლებისგან. ვალდებულებაც თუ არ ვიცი არის რაღაც შინაგანი, რა ვიცი, წმენა, რაც უნდა დაიქმნას, არის რომ ყველა იპოვოთ, რა ვიცი, კითხვა იქნება ფიქსებულებების გამოკვლევა და ისე შემდეგ, რომ დაინახოთ ჩემი მე ვარ ერთი მოქალაქე და გვერდით არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ჩემი აზრით პოლიტიკურად მოტივირებულია და შეიძლება არც იყოს ხოლმე შემთხვევაში სხვა საქმეებზე. არა მხოლოდ ბატონმა პოლიციელებმა და კონკრეტულ ფაქტზე მოიწვიეს და თითქმის ყველა პოლიციას მოდა სამხრეთ კამერა და დამკავებლებმა ასევე მოსწრება თქვეს, რომ ერთხელ უთხარით რომ 4ჯერ დავამეორებინეთ, 4ჯერ უთხარით, წარმოვიდგინეთ, მეუბნებიან 4ჯერ ელექტრონულ ჯიბეში. უნდა დამაკავოს, მაგრამ ვერ დაკავებს, იმიტომ რომ ხალხის მაურიად თაკი გოჭირდება, ხო იცის, სასამართლოს უნდა მოვიდეს ბატონო სასამართლო და აი წარმოვიდგინეთ, იგინები და ეს უნიკალური რაღაცა მონასტიძახი რუს შესაძლებლობა რომ აი ასე საწყალდეში არიგდეს და არ უყურებდეს საწყალი თვალებს ბაბადან მარიამს და თიას რომ იქნება ანიშნოთ რა ვთქვაო ხო შეიძლება რომ გადაექვა არ არსებობს ყველა დაკავებული 30-მდე ადამიანი დაკავდა ერთი ვიდეოც არ არის წარმოგიდგენთ შენასთან გამიწევს გინები ერთი ფიზიკურად არ არსებობს ეს სიტყვები ყველა წერია ერთი და იგი თუ 30-მა ესე ვისწავლეთ მონა ორი ჩემი საქმიანობა წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა საჯარო ხელებთან კომუნიკაციას, მათთვის რეკომენდაციების მიცემას საკრებულოში, უმაღლეს საბჭოში, სხვადასხვა ტიპის სამინისტროებში და არაერთი რაღაც კორუფციაში მიხილებულ ადამიანებთან ხდებოდა კომუნიკაცია და მათაც კი ბატონო მივახსოვდი და მათ შორის პოლიციელების ნაწილში 119-დეა და აი ამ ბატონების გარდა რომლებმაც სამწუხაროდ ფიცის წინაშე იტყვეს ვერ იპოვით ვერცერთ პოლიციელს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც მე მივმართე მონაღორი და მსგავსი ბატონო და თქვენობის გარდა არ მქონია კომუნიკაცია არც ერთთან არასდროს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ის არისამოსი გაწაცვლია, რაც სახელმწიფო მას ჩემი დაცვის და კანონის დაცვის ჩააგო, ჩემთვის უკვე პატიმის მისია, მანამ სანამ არ დავინახავ, რომ ის დანაშაულს ჩადის, ან კონკრეტულ შემთხვევაში ფარავს დანაშაულს. თუმცა ამ შემთხვევაში წარმოვიდგინე არც კონკრეტულ შემთხვევაში ჩემგან შეურაცხყოფელი სტოპამის მიიწება. შეგვიძლია გეგმარისნეთ ბატონო მოსამართლე, მე ვთვლი, რომ თქვენ რომ სუდეთ ჭეშმარიტებს დადგენა საკითხთან დაკავშირებით, მართალია ვთქვით, რომ რა ვიცი, პოლიტიკური თანამდებობის პირები არაერთხელ დაუწყოს სასამართლოს, მაგრამ მე ვთვლი, რომ თქვენ ამ შემთხვევაში მოექცით პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ვერ გავედეთ შეუძლებელი პოლიციელი და ეს პოლიციელი, რომელიც არის მუზალადი და ამაზეც ვისაუბრებდა უამრავ საქმეში, მეორე საქმეში, თავარი შემთხვევაში მე, იმიტომ რომ მე მას ვეთყოდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ვეთყოდი ირაკი რა მოხდა, როგორ ძალადობის ფაქტებზე ვიხავდი, რომელიც ჩემი თვალით დავინახე ამ ნაწილში. ეგ იყო თავარი მისდამი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ დაასწირეთ ეს საწყალი პატაკის დამწერი და მეორე რაღაცა, რომელსაც პირიქით უფრო მეტად დაარჩინა შინაგანსაკითხთა სამინისტროში. ირაკლი გეგმაძე შეეძლო ჭეშმარიტების დადგენა ფიცის ქვეშ, ეგ იყო ჩემი მიზანი. ფიცის ქვეშ ეთქვა ის, რაც მე ჩემი თვალით დავინახე, ბატონო მოსამართლე. ეს ხო არ არის მარიამს და თამარს და ირმას შეუძლია რომ ეს 100%-იანი ფიცები არ შეუძლია
წინ მოკლედ ამ დაკავებებამდე 4 ქალი შეიკრიბა ძალადობის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გარეთ და მეც მივედი თხოვეს და მივედი და საღამოს ბატონო მესწრელიამ თქვა სახლში მოსულ ხარ ჩემთან Trebuie să fac și vreau ce merge să se uite plenul icos, ce vreau să ne poziția asta armă. Anu bădă veselia da, albat da, când am unde de boadă și ne să că am și sahla da, asta și urat copila de business, bătone bătaui, quapenul să îi prazer să am tu neva, la și client, așa are. Veselia să vă arăt golia de poliție, nu sino, sticker să o migrau, tot me, iar de boadă să reclam să am opțion, Quello era il programma me divardare di dirbo an rai darvela dami arasebo segeti darvela kvapenize gai ipitseba საქართველოს მიგეთ დაკრა რომელ სამართალდარო ეს ოთხუილი შეცდომა არასდროს აქცენტებული და დღეს ამბელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედი მაქვს თქვენც არიქეთ ამსკევაში ჩართული აი ამ პროცესის დავრავი მე რომ იყო სამართალდარო ამდენი რესურსი არ ჩაითვლებოდა გაიფარჯებოდა ჩემზე და თქვენ ძალად არ შეგაჩვენებდნენ გაწუხებენ ალბათ ამას აკეთებენ ოქროთი ძალიან ბევრი მაგრამ ამას მოყვა მზია მომენტი დაკავება და ამას მოყვა სერაფის გაწუხება მოძალადეთ გეგუადისთან შესაბამისად იმიტომ რომ ეს სქემა რაც მოიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხა ოქმის ნაწილია გასაფრთხილებული მოკლედ ჩემი რაღაცა იმისი და მოკლედ ეს მომენტი ეს ოქმი რაღაცები შეავსეს და ნუ მანამდე თამარი შემოვიდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ნუ რა ვიცი სტიკერის სტატუსი და მაგას იმიტომ რომ რა ვიცი სხვა პერიოდში არც მანამდე არც მაშინ და კითხულობ რა არ ვიცი წავიკითხო ან ამ ფრაზերը ნახევწერია რუსის მონა ორი და რაღაც ჩმოვდა კითხულობ ეს ჩემზე წერია ხო ანუ ეს ბატონი ერთ-ერთი აი რომელიც მეორე მოწმე ჭამარა რომელიც იყო ის იყო შევსების მომენტში ამ მოქმის რა და ვეკითხებიო ოღონდ მანამდე არ ყავდა ნახი ეს ჩემზე წერია ხო და შეიძლება ვირაკდებოდეს დაუძახოთ და შემოვიდა ბატონი ირაკებდა ამდენი ხანია ვდივარ ესე გვერდი გამიწერე ოდესმე ჩემგან არ მხოლოდ შეურაც ყოფილი სიტყვა არამედ ტონალობაშიც რამე ყოფილა არ გაგიგონია მიუხედავად რავი ამ რაღაცების მიმართვითი აბასკა გაუწია სხვა პოლიციელებს გოჩავანაძეც იყო სხვაებით რავი მე თქვენ დაუძახეთ სხვა არა და გოჩავანაძე ფრაზა ეგეთი შაბლონები იყო ჩემთვის ყველა საფრთხე არის უმაღლესი ზომა რასაც წერდა იმიტომ რომ ეს არის ღირსების ნაწილი და არა რაღაცა ფინანსური თუ პატიმრობის ნაწილი უნდა სიტყველი Sim,